ხალხი ქუჩაში გამოვიდა კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, სადაც მან განაცხადა, რომ ისინი აჩერებენ ევროკავშირთან დაახლოების პროცესს არა დროებით ან ერთი წლით, არამედ სამუდამოდ, უბრალოდ მანამ სანამ ისინი იქნებიან ძალაუფლებაში. აქაც უნდა გავიაზროთ, რომ აქ მთავარი პრობლემა არა ევროპული პერსპექტივის დაკარგვა იყო, არამედ ის, რომ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მას არ აინტერესებს და ფეხებზე კიდია ქართული მოსახლეობის 80%-ის აზრი და მზად არის გაუსწოროს ნებისმიერს, ვინც მას შეეწინააღმდეგება ამაში. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს რუსეთი ხდება, აქ აუცილებლად არ გულისხმობთ იმას, რომ პარლამენტის თავზე რუსეთის დროშა იფრიალებს ან ყველა რუსულად დავიწყებთ საუბარს. რუსეთად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველოშიც მკვიდრდება რუსული სტილის ავტორიტარულ კრიმინალური რეჟიმი. რეჟიმი, სადაც ადამიანს და მის თავისუფლებას არ აქვს არანაირი ღირებულება. იმიტომ რომ ერთადერთ ღირებულებას წარმოადგენს ბელადი და თავად სისტემა. თავისუფლების დაკარგვა არ ნიშნავს მხოლოდ სხვა ქვეყნის მიერ ჩვენს დაპყრობას. არავის დაუპყრია რუსები არც საბჭოთა კავშირის დროს, არც დღეს, მაგრამ განაშეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსები თავისუფლები იყვნენ მაშინ ან არიან დღეს.